ვიდეო ჯარიმებით მივედი. ამ ჯარიმებს იხდით შემდეგ? არა, პაციენტს ახდევინა. არა, მან კოლეცის ტექტომია გამოდის ყველაზე, ესე ვიტყოდი, ყველაზე უფრო სწრაფად და კანის გაკვეთიდან ბოლო ნაკერამდე სადღაც 11 წუთში გამიკეთებია, ხო? ბაბუაჩემი იყო ძალიან ესეთი გვერდში მდგომი კაცი და მაგან მითხრა რომ ერთადერთიო იმედი ხარო შენო შენ თუ გააგრძელებ სწავლასო ამითო ყველას გადაგვარჩენო და ნუ ალბათ ვიტყოდი რომ შრომაა ძირითადი. ტრადიციულად მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან. დღეს პარასკევია და რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, რომელიც არის ბატონი ლექსო ლაგვილავა, ზოგადი ქირურგი, ჩვენთვის საყვარელი პარტნიორი და მეგობარი პირველ რიგში. დიდი მადლობა ბატონ ლექსო მოგზაურობისთვის. პოდკასტს გავუძღვებით მე და დათო, რა თქმა უნდა და გიგა კოხრეიძე, ჩვენი კომერციული დირექტორი დღეს ჩვენთან ერთად იქნება. მადლობა ბატონ ლექსო მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. კოლეგებო, მეგობრებო, მართლაც მე სიამოვნა ეს მოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება. მეც დარწმუნებული ვარ 100%. ყველა პოდკასტი საინტერესო გამოგდის, როგორც წესი. იმედი მაქვს. უნებურად ესე გამოგდის. პირველ კითხვას ტრადიციულად დავსვამ და პირველი კითხვა გვაქვს ყველასთვის ტრადიციული ბატონო ლექსო. როგორ დაიწყო თქვენი კარიერა? ექიმობამდე როგორ მიხვედით? რატო გადაწყვიტეთ? ეს იყო ოჯახის გავლენა თუ თქვენი პირადი გადაწყვეტილება? აი კონკრეტულად ამ გზის შესახებ რო გვესაუბროთ. ხო, არც მარტივი არის. ჩემი წარსული, მე ვარ აფხაზეთიდან ვარ და მოკლედ ვიყავი მე-7 კლასში, რომ ეს ოკუპაცია რომ მოხდა აფხაზეთის. მე მოვხდი ზუგდიდში, იქ ვსწავლობდი, თან ხედავდი როგორ უჭირდა ხალხს და არ იყო ესე ხელმისაწვდომი ეს მედიცინაც და ნუ პრინციპში ყველა მიმართულებით იყო გაჭირვების პერიოდი და ერთ-ერთი ჩემთვის ის საინტერესო გახდა ამდენი გაჭირვებული ადამიანების ყურებაში რომ დავხმარებოდი და ამიტომ გადავწყვიტე რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა. ნუ ოჯახიც მიჭერდა მხარს და აქედან გამომდინარე აი ესე შეიქმნა. ანუ ოჯახში ექიმი არ ყოლიათ? არა, ოჯახში ექიმი არ ყოლია. ეს ის იშვიათი გამონაკლისია დათო? ჩვენ რო გვაქვს ხოლმე? აღმოჩინა. ანუ ტრადიციული არ არის. ტრადიციული არ არის. ეს გვაინტერესებს ხოლმე ძირითადად ექიმები საქართველოში ადრე იმიტომ ხდებოდნენ რომ ოჯახის დიდი გავლენა იყო და ესე იგი თქვენი გადაწყვეტილებით ადამიანების დახმარების სურვილმა გამოიწვია თქვენი ამ პირადი არჩევანი იყო. კი, პირადი არჩევანი იყო და ნუ რო გაიგეს ოჯახის წევრებმა, მშობლებმა, ნუ ყველა მხარი დამიჭირა რა თქმა უნდა. თუმცა ჩემი ზეგავლენის გარეშე, ჩემ შვილებსაც სამედიცინო უნდა ყოველ შემთხვევაში. ანუ აქედან იწყება თქვენგან იწყება ტრადიცია. ხო, ალბათ რაღაც მაგალითს ვაძლევთ მშობლები ყველა შვილებს და იქიდან მოდის ინტერესი. გასაგებია. და ამის ასე თქვათ რაღაც ერთ მომენტსაც ვიჭერე ახლა, იმიტომ რომ ლექსო მახსენა ასე თქვათ ჩვენი ძალიან ლამაზი კუთხე და რეგიონი აფხაზეთი. ჩემი კითხვაც მაგას შეეხება აუცილებლად იმის თქმა მინდა რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი, დაფასება, აღიარება პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ლექსოს დამსახურება, მაგრამ მეორე რიცხვი არის ასე თქვათ ამ რეგიონიდან. თელ საქართველოდანაც, მაგრამ განსაკუთრებით აი არ ვიცი ასეთი სიყვარული და ასეთი მე პირადად მქონი ამასთან შეხება, რომ მსმენია, გამიგია, მიყურები ამ ყველაფრისთვის და ალბათ შვილებიც რო უყურებენ ასე თქვათ წარმატებულ მამას და ასე თქვათ სიყვარულს ბუნებრივია მიისწრაფიან აქეთკენ. ეს კითხვა რა შეეხება ლექსო? მე არ ყოფილვარ არასდროს აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ინფორმაცია შორიდან, ინტერნეტით მოყოლით გადმოცემით ჩემი მშობლებიდანაც ბევრი მსმენია და თქვენგან მაინტერესებს აი ეს ბავშვობის წლები დაუშვათ როგორ მოიგონებთ და ახლანდელი ურთიერთობა თუნდაც.
აფხაზეთი. აფხაზეთი. თქვენ კუთხეს. გალი ხო? კი. ხო. ნუ ცოტა ისეთი ვრცელი თემაა ზოგადად. მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ ნუ ძალიან ლამაზი კუთხე არის. ხალხიც ძალიან მეგობრული, ძალიან სტუმართმოყვარე, ისეთი აქტიური სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ნუ სამწუხაროდ უკვე გალის რაიონში ცოტა დარჩა ჩვენი ქართველები, ცოტა ცხოვრობს. უფრო ნაკლებია. კი, რაც დრო გადის, უფრო მეტად არის აქეთ მიგრაცია. იმიტომ რომ ნუ არ არის ხელმისაწვდომი, თუნდაც ჯანდაცვაც პრობლემა არის, განათლებაც და აღნიშნულიდან გამომდინარე, აქეთ გადმოდიან ძირითადად და აქეთ ცხოვრობენ. ნუ ბავშვობა რა თქმა უნდა ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თუმცა აი ეს 12 წლის ასაკში დაიმსხვრა ეს ბედნიერება და დაიწყო ეს გაჭირვების პროცესი და ძალიან ისე ყოველდღიურად ძალიან გაჭირვება და უბედურობა იყო იმ პერიოდში გახსოვთ თქვენც და მით უმეტეს ბედნიერებისთვის. თუმცა აუცილებელია ბრძოლა და ოჯახის წევრების ხელშეწყობით და ჩემი მონდომებით ნუ მივაღწია ამას რა. იმ რთული პერიოდიდან გამომდინარე მართლა ცოტა შეიძლება უცნაურიც იყოს გადაწყვეტილება, რომ ამ გზას დადგმოდით, ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ მაშინ მედიცინა იყო რთული ამბავი, იყო გაჭირვების წლები, უფრო პოპულარული იყო სხვა სპეციალობები. მართლა ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ისეთია რა. მოტივაცია აბსოლუტურად გასაგებია, ძალიან ღირსეული და ისეთი კეთილშობილური მოტივაცია, როდესაც თქვენ ამდენი რაღაც ცუდი ამბავი ნახეთ, რომ ამ ხალხის დახმარება ან მსგავსების ძალიან ისეთი დასაფასებელი გადაწყვეტილება. ხო, ძალიან დასაფასებელი გადაწყვეტილება მინდა გითხრათ. 95 წელია. ხო, 93-დან გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მე ეს ხო. და ეს თქვენი გზა, ანუ განათლება მიიღეთ ჩვენთან სამედიცინო უნივერსიტეტში, ხო, როგორ? თბილისში. თბილისში, კი ბატონო. და რამდენი წელი სწავლობდით და მე პირველი კარიერული გზა როგორ აიდგით ფეხი? ნუ 6 წელი ვსწავლობდი, მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავდიოდი რეზიდენტურას 4 წელი იქ და მე ნუ სხვადასხვა ქვეყნებში რაღაც მასტერ კლასებზე, კონფერენციებზე სიარულით მივიღე ეს განათლება. თქვენი აზრით რა თვისებებია აუცილებელი ექიმისთვის? რა თვისებები უნდა გქონდეს ადამიანს, რომ კარგი ექიმი იყოს? ნუ რა თქმა უნდა შედიოდეს უნდა პაციენტის მდგომარეობაში. კონდეს უნდა მოთმინება უნდა გააჩნდეს, უნდა იყოს უნდა ინტელექტუალი, რა თქმა უნდა და ბრძოლის უნარიანი, ხელი არასდროს არ უნდა ჩაიქნიოს, უნდა ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ მიაღწიოს მიზანს, რომ გადაარჩინოს პაციენტი. აი თქვენ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ აი იმ ხელოსი რთულის წინაშე დამდგარხართ, რომ აი გიფიქრიათ თუნდაც ერთი წამით, რომ აი რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ხო შეიძლება რომ სხვა პროფესია ამერჩია მაგალითად. თუ ყოფილხართ მაგ ზღვარზე მისული. ნუ აი თუნდაც დღეს უკვე 4 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, სიმართლე გითხრა ძალიან ვიღლებით, თუ განსაკუთრებით ქირურგებს გვიწევს ფიზიკურად შრომაც და მიუხედავად იმისა, ნუ ალბათ ამაზე არ მიფიქრია. ერთადერთი ყველაზე რთული მომენტი არის ჩვენ დარგში ის, რომ თუ გართულდა პაციენტი და ანუ თუ რაღაცა ზოგჯერ არის ისეთი გამოუვალი სიტუაცია, ან მეოთხე სტადიის სიმსივნერო არის, ან დაჭრილი არის, რომელიც სიცოცხლესთან არ არის თავსებადი ისეთი, აი მაგ შემთხვევაში თუ ცუდად დამთავრდა, აი მაგ დროს შეიძლება განიცადო ეგ. თორე დანარჩენ შემთხვევაში ძირითადად რო წარმატებები არის, პირიქით მადლიერი პაციენტი დიდი სიამოვნება. და თქვენს უფრო მეტი мотиваცია. ბატონო, ყველაზე მძიმე ოპერაცია რა გახსენდებათ? და რამდენხნიანი ყოფილა? ან შეიძლება დროს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ აი ძალიან ისეთი მძიმე იყო და გამოსავალი თუ მოყოლი ამ ოპერაციას ან ხო. ყველაზე ისეთი ყველაზე ისეთი ადრენალინი და ხო, ყველაზე ისეთი არის ზოგადად ტრამვები. ნუ
რამოდენიმე ტრამვა შემიძლია გაავიხსენო. ერთი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, სადღაც ყვები ალბათ რამოდენიმე თვის ის არის ამბავი არის. რაღაც საჭიროა დაიმორჩილა და რაღაცა შეეჯახა. პაციენტი იყო 17 თუ 18 წლის და ახალგაზრდა ბიჭი, შოკი, სისხლის დიდი დანაკარგი, ელენთის მეოთხე ხარისხის ტრამვა, თირკმლისაც იგივენაირად მეოთხე ხარისხის ტრამვა, ზარდი ჰემატომით, რეალურად სახლში ვიყავი და მორიგე ქირურგმა გამაგებინა, რომ ესეთი პაციენტია, მძიმე პაციენტი. მოკლედ შემოსული და რეალურად არც სიჩქარეს უყურებ მაგ დროს მანქანი და არც არაფერს ვიდეო ჯარიმებით მივედი. და ეს ამ ჯარიმებს იხდით შემდეგ? არა, პაციენტს ახდევინა. არა, მან მე ვფიქრობ, რომ რაღაცა უნდა იყოს, რაღაცა აი ესეთი ან პატრული უნდა გამოიძახოთ და მან ესკორტი გააკეთოს ან რაღაც გაცილება. მართლა იქ წამები წყვეთ და წუთებით ხო და გადაარჩინეთ. ელენთის ამოკვეთა გააკეთა და თირკმლის ამოკვეთა და გადავარჩინეთ ის ბიჭი. ეხლა მე დამატებით კიდე სხვა სისტემის ტრამვა ქონდა ხერხემლის ტრამვა და რეაბილიტაციას გადის უცხოეთში. მაგრამ ისეთი აი ძალიან ის არის ადრენალინი 30 გრამ-ლიტრი ქონდა ჰემოგლობინი, როცა 120-დან არის ისა ნორმა. პრაქტიკულად აი წუთი-წუთზე გული უნდა გააჩეროს, აი ამის მოლოდინში რო ხარ და თან რო ოპერაციას აკეთებ. მაგრამ უნდა იბრძოლო, უნდა ბოლომდე. არ უნდა და სიზდენის დროს არ უნდა დაელოდო, რომ აბა როდის დასტაბილურდება, თორე დაიკარგება პაციენტი. რაც შეიძლება ნაკლები რო დაკარგოს კიდე, უნდა იბრძოლო და სისხლის გადასხმა, კარგი რეანიმაცია, კარგი ემერჯენსით შეიძლება ესეთი პაციენტების გადარჩენა, რა თქმა უნდა. ყოველდღიურ საქმიანობაში ალბათ შემდეგი კითხვა უნდა დამესვრო, რა გაძლევთ მოტივაციას, თქო დაახლოებით ვიცი თქვენი პასუხი, მაგრამ დილით როცა იყიდეთ, ალბათ ძალიან იღლებით, ხო? დღის განმავლობაში შეიძლება ღამე გქონდეთ გათენებული, ანუ ღამის ოპერაცია როგორც ახლა აღნიშნეთ. აი და დილით როცა მიდიხართ სამსახურში, აი რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას დილით როცა იღვიძებთ, აი რის გამო მიდიხართ? ის გავიგე რომ სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ აი ენთუზიაზმს რა გაძლევთ უბრალოდ ესე რომ გიქცეთ? ამის შემდეგ მართლაც ისა აი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი იმას, რომ ყველაზე მთავარი არის ცოტა შეიძლება ზოგჯერ დაძაბულიც ვიყო იმ ძიმე პაციენტები როცა მყავს რომ მივდივარ ვინმე ხო არ დამხვდება გართულებული ან რაღაცა პრობლემური და შემოვას რომ გავაკეთებ და ყველა რომ კარგად ვზნობ თავს ამას რომ ნახავთ ან რომ შემოწდება ანალიზები და კარგად არიან მან ისეთი ყმაყოფილების და შემართების შეგრძნება გაქვს და სურვილი გაქვს რომ კიდე გააგრძელო რა. რაიმე რიტუალი ხო არ გაქვს ამ შემოვლის შემდეგ ან მე ყველა ერთად ვიკრიბებით და ყველა თავის პაციენტზე და ასე შემდეგ და უზიარებთ ერთმანეთს თუ რაღაცა პრობლემა. აი თუ დამეგობრები ხართ პაციენტს მაგალითად. კი, როგორ არა. ყავს ერთი პაციენტი, რომელსაც გასტრექტომია ესეთი ოპერაცია არის, კუჭის სრული ამოკვეთა. და ქონდა საწყისი სტადია იყო, პირველი სტადია იყო კიბოსი, გაუკეთე ეს გასტრექტომია, მაგის მერე რა ვიცი, ბევრჯერ ვქეკოთ ხოლმე. ეგ უნდა მეკითხა აუცილებლად რესტორნებით დასრულდება. შეიძლება ნათლობაც იყოს ადმე იქ ქვილის. მიუხედავად იმისა, კი ნათლობაც ხონია კი. მე ვფიქრობ, რომ აი ექიმის პროფესია ხო ძალიან მაგარია და აი ერთი სიცოცხლეც თუ გადაარჩინე, ვფიქრობ, რომ სულ არაფერი არ გააკეთო მთელი ცხოვრება, ადამიანს თავის ვალი მოხდილი აქვს. ამიტომ ეგრე. ესე მგონია. ისე ანუ აი 60-ის და ჯოჯოხეთის იმასთან მეყვებით, მე მგონია რომ ყველა ექიმი თითქმის 60-ში იმდენი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი, რომ ნამდვილად მგონია რომ ყველას გზა იქეთ მიდის. ბატონო ლექსო, როგორ ფიქრობთ, დღეს განათლებას რა როლი აქვს ქირურგის ცხოვრებაში, ექიმის ცხოვრებაში და მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიახლეების სადმი მუდმივად იყოს ტოლვა ასე ვთქვათ რა პროფესიული.
ამის garaშე მგონია რომ ის კი არა რომ თქვა ერთ ადგილას იყინები, მგონია რომ მიდის წინ და უკან რჩები და აი თქვენ როგორ გაქვთ დამოკიდებულება როგორია თქვენ? განათლება არის უწყვეტი, რა თქმა უნდა, იქ იმის შემთხვევაში ქირურგიაში ვიტყვი იმას, რომ ძალიან განვითარდა მაღალ ტექნოლოგიები და ეს ამ განვითარებას უნდა მიყვეს უნდა ქირურგიც, რა თქმა უნდა. ბევრი მხარდაჭერა გვაქვს თქვენი კომპანიისგან. ვიხარია ძალიან. და რა ვიცი, მაგას მაგაზე გადაგიხადოთ. მართლაც აი ბევრ რაღაცაში თქვენ აძლევთ სტიმულს ქირურგს, რომ თანამედროვედ იმუშაოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან ზოგი თემა მარტივდება, თუმცა ამ სიმარტივებამდე რომ მიხვიდე რაღაცა განათლება უნდა მიიღო, უნდა რა თქმა უნდა. თუნდაც ეს ხაზოვანი სტეპლერები როა და სხვადასხვა ტექნიკური მხარდაჭერა, ხო? იმის გამოყენება რა დროს როგორ გამოიყენო, ეს უნდა იცოდეს უნდა ქირურგმა. მაგრამ აი ზუსტად თქვენაირი კომპანიები რომ არ ყოფილიყო, დაგვიანდებოდა ამის ამან ხელი შეუწყო ძალიან ამ განვითარებას. კი, ვცდილობთ რომ ჩვენ მუდმივად სიახლეები ძალიან მიდის, რა თქმა უნდა. საქართველოს საბედნიეროდ რაღაცა ეტაპზე მიყვება, კიდე გვჭირდება ეს ტექნიკური მხარდაჭერა, ეს იქნება რობოტ ქირურგია და ასე შემდეგ. თუმცა ლაპარასკობრივ ქირურგია იგივე ტიპის ინვაზიურია, მაგრამ თანამედროვე მედიცინაში რობოტ ქირურგია აუცილებლად უნდა დაინერგოს უნდა საქართველოში. როგორ ახერხებთ პირადი ცხოვრების და თქვენი პროფესიის ბალანსს, მოკლედ, ანუ ყოველდღიურობაში როგორ გადმოგაქვთ? აი როგორ ანაწილებთ დროს, იმიტომ რომ ძალიან რთულია არასტანდარტული გრაფიკით მუშაობთ, ხო, არასტაბილური უფრო სწორად. არანორმირებულია. ძალიან ვცდილობ რომ შაბათ-კვირა გამოვიყენო ამისთვის, მაგრამ ძირითადად ის შაბათს ვერ ვიყენებ, მაინც რაღაცა დამატებით ხდება ხოლმე. ხო, პაციენტს ვერ შეუკვეთავ, რომ კვირას სავარიაში არ მოხვდე, მაგალითად. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, ანუ რაღაცა პაციენტები რომ გაწერილი არის ოპერაციები, ხო? ვიღაცა გთხოვს ან რაღაცა შედარებით სასწრაფო აღმოჩნდება ეს პირველადი ვიზიტის დროს და მალე უნდა გაკეთდეს, ვერ გადაუვადებ, რა თქმა უნდა. და შაბათსაც თუმავ ხოლმე ამისთვის და კვირას ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. ანუ მხოლოდ ერთი დღე გაქვთ ხო, კვირაში? პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ეს. აი შვებულების შემთხვევაში როგორ არის ხოლმე? შვებულება თუ გადიხართ საერთოდ? გავდივარ, კვარტალურად განაწილებული არის 10 დღით და ესე გავდივარ ხოლმე. აი თქვენი საოცნება შვებულება როგორია? აი მაგალითად რამდენი დღე გინდათ რომ გქონდეთ? სად გაატარებთ? და სად? ხა. სიმართლე გითხრათ ისა. მე მიყვარს მოგზაურობა. თუნდაც საქართველოში იქნით ძალიან მიყვარს ისა. ჩვენი ქვეყანა ალბათ გავატარებდი თაში და ძირითადად ესე ვარ. აი რამდენი ხანი? რამოდენიმე დღე ზღვაზე და მერე მთაში. ისე ეს ისა პასიური მდგომარეობა ძალიან იმაშება. ანუ ერთი კვირა ალბათ 10 დღე საკმარისი არის. კი ბატონო. კი. მე როგორც ესე თქვა ძალიან ახლოს და დიდი ხანია გიცნო და ვიცი და ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენთან დაიწყეს, ასე თქვათ, სტუდენტობის თუ რეზიდენტურის პერიოდი და დღეს შემდგარი ქირურგები არიან. ეს რა თქმა უნდა ძალიან მაგარი, ასე თქვათ, საქმეა, გარდა იმისა, რომ თქვენი პირდაპირი საქმიანობისა, რასაც ეწევით და ეს პაციენტების გამოჯანმრთელება და მკურნალობა, ამას გარდა რომ აღზრდა ისე რომ თქვა ახალი თაობის ცოდნის გადაცემა, უდიდესი საქმეა, მე ესე ვთვლი და არა მარტო მე რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემი კითხვა ეხება, აი რა არის თქვენი ის ძირითადი რჩევა, როგორ ამოტივირებთ და იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ამ პროფესიაზე დაუფლება და ასე თქვათ
ასეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გარემოში და აი მიღწევების გარემოში, რომ შემდგარი ქირურგი იყო. აი რა არის თქვენი ძირითადი მოტივირებელი და ძირითადი რჩევადარიგება, ესე რომ ვთქვათ. ნუ ალბათ ვიტყოდი, რომ შრომაა ძირითადი რა. მონდომება, შრომა და ნუ დაარჩენი ხელშეწყობით ყველა უწყობთ ხოლმე ხელს ჩვენთან გაყოფილებაში და ვინც არის აქტიური, იმათ რა თქმა უნდა ეძლებათ ჩვენი მეთვალყურეობის პირობებში რაღაც манипуляციების კეთება და მერე უკვე როცა ექნებათ ლიცენზია, გამართულად რომ იმუშაონ იმის შესაძლებლობას ვაძლევთ. ნუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი არც ერთი ოპერაცია არ უნდა გამოტოვოს, უნდა ყველა ოპერაციაში რაღაც თუნდაც იმ ძირითადი ნაწილის ყურებით იქნება თუ ოპერაციაზე ვერ დადგება და უშუალოდ თუ სხვა დგას უნდა უყუროს, უნდა რამე ისეთი რომ მოხდეს, რომ ისიც რომ აითვისოს. ისე ძალიან აქტიური ის ყავს ახალგაზრდები, რეზიდენტები. ჩვენ კლინიკაში არიან რეზიდენტები, მაგათაც ხელს უწყობ იმით, რომ ჩვენთან მერე ვასაქმებთ შესაძლებლობის ფარგლებში და რაღაცა ის რეზიდენტურის თანხას რო გადაიხადოს მერე ამით. ხელშეწყობა ჩვენგან მაქსიმალურია, როგორც სწავლის კუთხით, ისე ამ სოციალური კუთხითაც და ასე შემდეგ. ბატონო ლექსო, თქვენ განვლილ კარიერას რო გადახედოთ და განვლილ გზას, აი რა მომენტ შეცვლიდით? ან ხომ არ არის ესეთი მომენტი, როცა თქვა სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდით, ან გულისხმობ ექიმის კარიერის გზაზე რა თქმა უნდა, თუნდაც განათლების დროს. აი სხვა გზით ხوار წახვიდოდით, რამის ხომ არ შეცვლიდით ამ გადასახედიდან? ნუ პრინციპში ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩემზე არ არის, თორე ალბათ იმ პერიოდში შევცვლიდი იმ 90-იანი წლებს, ხო, და ვიმსწრებდი საერთოდ თქვენს გზაზე. ჩემს გზაზე აი მაგალითად რომ თქვა წავიდოდი ამერიკაში, აი ეგეთი რაღაც. რაღაც სულ ყოფილიყო ისეთი ხელშეწყობა, ხო, ალბათ მაგას გავაკეთებდი. ევროპაში მივიღებდი, ნუ ძირითადი განათლებას. თუმცა ის 90-იანები რო დაგევიწყებინათ, შეიძლება იქიმიც არ ყოფილიყავით. იმიტომ რომ მაგანაც მიგაღებინათ ალბათ ეს გადაწყვეტილება. აი ალბათ მე ჯობდა რომ ის ამბავი არ ყოფილიყო და ბატონ ლექსო ექიმობას შეელეოდა. აბსოლუტურად. მაგრამ ნუ რას ვიზამთ. ბატონ ლექსო რამე წიგნი ან ფილმი თუ არის ესე კონკრეტული, რამაც რისი ყურებით ან წაკითხვის შემდეგაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და რაღაცები შეცვალა თქვენ ცხოვრებაში. ან შეიძლება ადამიანის უბრალოდ ერთი ნათქვამი ფრაზა იყოს, აი რაღაცა თუ ყოფილა ისეთი გარდამტეხი თქვენ ცხოვრებაში. ნუ გარდამტეხი რა თქმა უნდა ყოფილა, ამის სწავლის გაგრძელების პროცესშიც იყო ესეთი. არ მინდა ძალიან სევდიანი გავხატო და ის ჩვენი დღევანდელი დღე და იყო ესეთი მომენტი, რომ მართლა სწავლის გაგრძელების პირობები არ იყო და პრაქტიკულად დავემშვიდობე ჩემს კურსელებს, მეგობრებს და ნუ ალბათ ვერ გავაგრძელებ მეთქი, იმიტომ რომ იქ აფხაზეთში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები და სახლები გადაწვეს რაღაცა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდით სოციალურად და ამ დროს მოგეთ ბაბუაჩემი იყო ძალიან ისეთი გორჩი მდგომი კაცი და მაგან მითხრა რომ ერთადერთიო იმედი ხარო შენო შენ თუ გააგრძელებ სწავლას ამითო ყველას გადაგვარჩენო და რამხელა პასუხისმგებლობა ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული აუკიდებია აუ ეგ უნდა მეთქვა რომ იცი რომ კი არ უნდა ისე არ არის ამით გამოტივირა რა ისეთი мотиваცია მომცა მართლაც თუ და ადამიანი შრომობდა უშოთ 2 საათი 4 საათი შრომობდი ანუ სიტყვაზე ვიცი რამდენი წლის იყავით მაშინ ნუ მაშინ ვიყავი პირველი კურსელი ნუ პირველი კურსელი და რამხელა პასუხისმგებლობა აგიღიათ საკუთარ თავზე ძალიან საინტერესოა. აი, სვანეთის და თუშეთის თემაზე რო გადავიდეთ, თქვენი საყვარელი თემაა, როგორც ვიცი. აი, რა განსაკუთრებული ასპექტებია, რაც ყველაზე მეტად ხიბლავთ მოკლედ. და ორივე არის საოცარი ადგილია მართლაც. ცოტა ეს სულ მიდის ხოლმე ერთმანეთზე დავა,
რეალურად დავაარჭირდება იმით, რომ აი ძალიან ულამაზესია და ერთს გამოყოფდი, რომ ჩემთვის ყველაზე ლამაზი არის თუშეთის გზა და გზის ხედები. და სვანეთი ჩემთვის არის უფრო ისეთი განსაკუთრებული და უფრო მკაცრი იმით, რომ სვანეთში, ზაფხულშიც შეიძლება თოვში გასრიალდე ყოველ შემთხვევაში, გუნდაც გააკეთო და ასე შემდეგ და ყველაზე საყვარელი ადგილი რომელია სვანეთში თქვენ? უშგული არის ალბათ შხარას მისასვლელი ადგილი ძირში ულამაზესი არის თეთრმურდიც ძალიან ლამაზი არის. ხაწვალზეც მშვენივრად ისვენენ ოღონდ. საოცარი ადგილები. არის ადგილი საქართველოსაც არ ყოფილხართ, ნაყოფი არა ხართ. არ გულისხმობ ყველა სოფელს რა თქმა უნდა. გულისხმობ კუთხეს. ხო, კუთხეს. კი. სიმართლე გითხრა, აი ძალიან ისე ბავშვობიდან რო წამოვედი, იქით რა ემაში ბიჭვინთა და გაგრაში ნამყოფი არა ვარ. და რომელიც რა ვიცი, ყველა სურათებით, ვიდეოებით რაღაცა ზღაპრული ბუნებაა და გენახავს მაგ. შემდეგ ერთად. ერთადაც ძალიან კარგი იქნება. დანარჩენი ყველა კუთხე მოვლილი მაქვს, ხო, ბახმარო იქით ეს ემაში გურიაც ძალიან ლამაზი არის, ზემოაჭარაც, რა ვიცი, მაგალითად კუთხეს თავის მაგარი თავის ისა თავისებური ქვეყანა გვაქვს მდიდარი სამცხე ეხლა მით უმეტეს ამ სეზონზე ფარაონის ტბა ულამაზესი. ბატონ ლექსო, აქედან გადმოსახედიდან, აქედან რო გადახედოთ 12 წლის ლექსოს რა არჩევას მისცემდით? იგივე უნდა გამეკეთებინა ალბათ. რაც გავაკეთე მოვიდომე. რაც გაიარეთ, უნდა გაგეულოთ, კი ბატონო. და რჩევის სახით ხო არ მისცემდით რამეს? ძალიან ძნელია რა ვიცი. ალბათ არაფერს. იგივე გზა გაიარა. ანუ თავად რჩევა მიუღია ბაბუისგან ასე რომ. კი, მართლაც. და მისია შეიძლება ითქვას. თქვენი აზრით რა აკლია საქართველოს იმისთვის, რომ ანუ ჩვენი სხვა შორის რასაც ვაკვირდები ახალგაზრდებში განსაკუთრებით პრობლემას არ დავარქმევ, რა თქმა უნდა, უბრალოდ რაც არის მოცემულობა არის ის, რომ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას. ახალგაზრდები პირველი ეცნობიან, ასე ვთქვათ, ევროპის ქვეყნებს, ანუ სხვა ქვეყნებს. და ამ დროს მართლა ძალიან უნიკალური ქვეყანა გვაქვს, ძალიან მრავალმხრივი ბუნება გვაქვს. და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოში დაგვეწყო მოგზაურობა, თუნდაც ბავშვობიდან, რასაც მშობლებმაც რა თქმა უნდა ხელი უნდა შეუწყოთ, მაგრამ რა გვაკლია იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენმა შვილებმა და ახალგაზრდა თაობამ საქართველოს კუთხეებში უფრო იმოგზაურონ თავდაპირველად და მერე გავიდნენ ქვეყნის გარეთ. რატო არ ვაკეთებთ ამას თქვენი აზრით? ალბათ ხო კულტურის სახით უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა შიდა ტურიზმი უნდა იყოს, უნდა ძალიან აქტიური. და კონდეს უნდა გარეკლამება ყველა იმ ღირსშესანიშნავ ადგილებს, იმ ბუნებრივ ულამაზეს ადგილებს და ცნობადობის გაზრდა. ხო, ცნობადობის გაზრდა მისცემს მერე ყველა სურვილს იმისას, რომ ისა იმოგზაურო შიგნით. ელემენტარული ანუ რო ნახავენ რეკლამის სახით, აი ტურები რო დებენ სხვადასხვა ქვეყნის რაღაც გარკვეულ იმას სურათებს, ეგრევე აძლევს იმას სტიმულს, რომ წავიდეს და რო ნახოს ის უცხო რო ნახოს მაინც და ესეთი რაღაც, მაგრამ ჯერ ალბათ ჩემი აზრით, ხო, შიგნიდან უნდა იცოდე უნდა შენი ქვეყანა კარგად და პარალელ რეჟიმშიც რა თქმა უნდა კარგი იქნება იმ უცხოეთში, ევროპა იქნება თუ აზია თუ სადაც არ უნდა იყოს, ის კულტურაც უნდა იცოდე. ჩვენგან არის ალბათ უფრო მეტი აქტიურობა საჭირო. ბავშვებს უნდა შევაყვაროთ, უნდა მოგზაურობა. ჩვენი და მე ლექსო ეკიმო ერთი უბრალოდ სამი პატარა კითხვა მინდა რომ დავსვა ძალიან პროფესიული და ამასთან ვიტყვი, რა თქმა უნდა, ყველა მიცით უბრალოდ ლექსო არის ქირურგი, გამოცდილი ქირურგი, მათ შორის ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგი, ეს ბევრ სხვადასხვა დაავადებას და მკურნალობას მოიცავდა. აი ამ სიმრავალფეროვნებაში ყველაზე ბევრი რამდენი ოპერაცია ქონიათ, თქვა 24 საათის მანძილზე
რა ყოფილა, რომელი ყოფილა ყველაზე ხანგრძლივი, რამდენ ხნიანი ყოფილა ესეთი ოპერაცია, ხანგრძლივი და ყველაზე მოკლეც. ეგეც საინტერესოა. როგორც იცი, აი ექიმები ამას ძალიან ქირურგები აქცევენ ხოლმე ყურადღებას. მოკლედ ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია მახსენდება ერთი ოპერაცია, რომელიც იყო პაციენტი იყო გადმოყვანილი იყო სხვა დაწესებულებიდან და რაიონიდან იყო გადმოყვანილი. სადღაც 11 საათი ვაკეთებდით ამის ოპერაციას. იყო ახალი ოპერაცია იყო დაახლოებით 1 თვის ოპერაცია იყო, რაღაცა გადაუდებელი მდგომარეობა ჰქონდა, ისეთი ჩივილებით იყო და დაჭირდა პანკრეოდუდინური რეზექციის გაკეთება, როცა კუჭის რეზექცია იყო გაკეთებული. მეც რო ამიხსნათ, მეც რო გავიგორ ისე ოპერაცია იყო. ძალიან ხო, ძალიან ისეთი ესე ოპერაციის შემდგომ თუ მით უმეტეს იქ არის ანთება არის მოსლის ზღურში, ხო? ინფექცია თუ არის, ან მაგაზე ნამკურნალები თუ არის, ან ახალი ოპერაციები თუ არის, შეხორცებითი პროცესი ვითარდება მოსლის ზღურში და ეს შეხორცებითი პროცესი, რა თქმა უნდა, ტექნიკურად ართულებს ოპერაციას და ახანძლებებს ოპერაციას. და ეს ოპერაცია, ეს პანკრეოდინური რეზექცია, ეხლანდელი ჩემი რეალურად საშუალო სტატისტიკა არის ესე 5 საათი, 4.5 საათი. ხო, 11 საათი მოვდით, იმდენად ტექნიკურად რთული. თუმცა კარგად გაეწერა, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დაჯდომა არ გინდათ 2 წუთი მოსვენება 11 საათი ესე ძალიან დიდი დრო. მაგ დროს გავიწყდება ყველაფერი. იმდენად ხარ ჩართული, აი, რომ ყველაფერი რეალურად ისა გავიწყდება, ისე ხარ ჩართული გაიყო. გასაგებია. და რაოდენობა სწრაფი, ქოლეცისტექტომია გამოდის ყველაზე, ესე ვიტყოდი, ყველაზე უფრო სწრაფად და კანის გაკვეთიდან ბოლო ნაკერამდე, სადღაც 11 წუთში გამეკეთებია, ხო? ეგეთ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. 11 წუთში. ვაუ. რაიმე რეკორდი არსებობს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას. თქვენ ხომ არ გეკუთვით ეს რეკორდი? აი, მაგრამ მინიმალ 15 წუთი არის, აი ყველაზე მცირე, რასაც ასახელებია 11 წუთი. მაგრამ ეს არა რაღაცა. გაკვეთა ნაკერით სიგულისხმობა? ხო, გაკვეთა და მე გაკერვით და უბრალოდ ეს დროის დანიშნით და ისე უბრალოდ ჯამურად ესე გამოვიდეს, თორე რა თქმა უნდა არსად არ გვეჩქარება და ასე შემდეგ. ხო. რეკორდი არის. ბლიცი არ არის, ბლიცი. ხო, ვინმე არის ფიქრობს. თუ რა სპრინტი. მე ვინმეს ვეჯიბრებით ან რაღაცა უბრალოდ ესე გამოვიდეს. ან ექიმები რო სანიძლეოს და ხო სწორად ვამბობ ქართულად. ნაძლევს დებენ, რომ აბა მოდი ვინ უფრო მალე ამოკვეთავს ნაღლის ბუშტს. და ერთი რომ აიქონიათ ეგეთი სანაძლეო. და ერთი ექიმი მეორეს რო ეკოსე ისეუნა რომ უი ანუ რაღაცა იქ ვერ წავიდო თქვა კარგად. ხო, არასდროს არ არის სტანდარტული. შეიძლება აი ზუსტად მაგ დროს ისე გახანძლივდეს ის ოპერაცია 1 საათი მოუნდა. ძალიან ისეთი არის. ეს აი დღეღამეში რამდენი ოპერაცია ყოფილა ყველაზე ბევრი? ზუსტად არ მახსოვს სიმართლე გითხრა, რამოდენიმე დღის წინ მქონდა 6 ოპერაცია, მაგრამ ზოგად ქირურგიული ოპერაციები რაღაც გარკვეულ დროს მოითხოვს. თორე ზოგადად განდების შეიძლება გაიგოს 50 ოპერაცია დღეში. რადის კონსილექტორი 20. აი ამ შეჯიბრზე და სპრინტზე გამახსენდა თქვენი დამოკიდებულება სპორტთან. როგორია და ხო, მეგონი ისეთი ლოგიკური ბმა არის. რა ადგილი უჭირავს თქვენ ცხოვრებას? მედიცინას ყველაფერი უხდება. კი, აბა. სპორტი სამწუხაროდ დროის პრობლემაც არის და მე არა ვარ დაკავებული არანაირი სპორტით. თუმცა ძალიან აქტიურად გულშემატკივრობ იმას ფეხბურთს და UFC-ს. ძალიან კარგი. რა ვიცი, საოცარი შედეგები აქვს ჩვენ. რომელმაც ყველაზე მეტად. როგორ? რომელ მატჩს გამოყოფდით? პორტუგალია საქართველოს ალბათ, ხო? ისტორიული რა თქმა უნდა. ატირებული რონალდოს. რომელიც იშვიათი სადახავია. და ლოჩოშვილის ხელისაქმე. სადუყურეთ თამაში რა. სახში უყურეთ და რა ვიცი. აი როგორია ხო? დიდი ემოცია იყო მართლაც აი
საოცარი ემოცია. და UFC-ს ბრძოლებს უყურებთ თქვა შვიცარზე თუ არის ექსტრაზე იბიზებს და შეუყურებ ხო. ვა მაგარი ეხლა აქ რომან სტოლიძეს აქვს მალე როგორც ის ო ეხლა და თოფურიას აქვს თორსები ხო. ცხრაში თუ აქვს აი რომელ ქვეყანაში უყურებდით თქვენი საყვარელი გუნდის თამაშს? თან რო იმოგზაურებდით. აი როგორი იქნება და თქვენი იდეალური მოგზაურობა აი ფინალის ყურება საქართველოს ნუ თუნდაც ესპანეთთან. ესპანეთში? კი სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე. აქაც არ ვიტყოდი თქვენი საყვარელი ნაკრები ნუ საქართველოს გარდა ხო ნუ ესპანეთი. ესპანეთი და იმას თოფურიას ბრძოლაზე ვიყავი წასული. და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ ამ მეგობრებთან. ნუ იქედან ალბათ კიდევ უფრო მსაფრი. ეს ჰოლოისთან რო ქონდა ბოლო ჩუბი თუ რომელი იყო და ხო 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 მაგარი აი ან რა ემოცია იქნებოდა ეგ და ძალიან ნოკაუტით დამთავრდა და სასწაული იქნებოდა სასწაული ხო ძალიან მაგარი ნუ ფეხბურთს ლუდი უხდება და მაგ თამაშის მერე შეიძლება კაი, გადავიდეთ ბლიცზე. გადავიდეთ ბლიცი. გადავიდეთ. ბატონ ლექსო. სვანეთი თუ თუშეთი? აი როგორი დილემის წინაშე დაგაყენეთ. ძალიან საყვარლები არიან თუშები, მაგრამ ეს სვანეთი. სვანეთი, გადასარო. თათუ ზღვა? ამ თა. ღამით სოფელში თუ დღისით ქალაქში? ღამე სიმშვიდეში, ალბათ სოფელში უფრო. ხვანჭკარა თუ საფერავი? ორივე კარგია ცოტა. მაინც? ნუ შავი, ბევრი არ უნდა დალიო და ამიტომ გამოყოფდი ხვანჭკარას. თუმცა ერთი კბილია მეორე მშრალი, ასე რომ ვერ დაუპირისპირდეთ. ხო, პრინციპში ძალიან კონკურენტები არ არის. მოგზაურობა ავტომობილით თუ ფეხით? შეიძლება ავტოსტოპით, შეიძლება თვითმფრინავით, შეიძლება მატარებლით. ნუ ალბათ უფრო ავტომობილით. ავტომობილით. ქართული ლიგა თუ ევროპული ტურნირი? მე ეს იგულისხმება ფეხბურთი. ფეხბურთი ალბათ. ნუ ეხლა ევროპული მაღალი დონის რა თქმა უნდა. და ჩვენს მივაღწიოთ იმას. იმ დონეს კი. კი ბატონო. წიგნი თუ ფილმი? და სიტუაციურად. გასაგებია. ყავა თუ ჩაი? ჩაი. მზე თუ წვიმა? მზე. მუსიკა გიყვართ? კი. და სად გირჩევნიათ მუსიკის მოსმენა მარტო თუ მეგობრებთან ერთად ხალხმრავალ ადგილას? ნუ ლაივში რა თქმა უნდა ყველაზე ჯობია. ლაივში მეგობრებთან ერთად. და მაშინ ბოლო კითხვას დაგისვამთ არა ბლიც. რას გვისურვებდით ჩვენ for hospitals? ძალიან საინტერესო კითხვა. მოგეთ ისევ განმეორდებით და აღნიშნავ იმას, რომ ძალიან გვეხმარებით ძალიან დიდი მხარდაჭერა არის თქვენგან ჩვენი ტექნიკურ მატერიალურ ბაზის შექმნაში და ისურვებდით, რომ რობოტქირურგიის განვითარებაში მიიღოთ მონაწილეობა საქართველოში. და პრეცედენტი რო იყოს თქვენი ჩამოტანი რობოტქირურგზე, ჩვენ ვიღებდით ხილები მუშაობთ უკვე პაციენტები. ხო და ახალს ზუსტად საინტერესო შეხვედრასაც. დიდი მადლობა. მადლობა.